მოგესალმებით ჩემო ძირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო, თქვენი მყოფებით ქურუმი ხალის ტაროსთან, თეასთან და ლეოსთან ერთად. დიახ. მოკლედ, ლეო თავის გზაზე წავა და მე ასე დილა ადრიან მაქსიმალურად ვიმოქმედე იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის მომეწოდებინა. 11 დღეს სარკისებრი თარიღია, 4 ერთიანის ასე ლამაზად გადაჯაჭვა. დიახ, ეს ყველა არ ხდება. ფანტასტიკური საშუალება, ღია პორტალი სარკისებრი ღია სამყაროსაგან, რომ მივიღოთ ეს არაჩვეულებრივი შედეგი. დღეს ჩვენი სურვილების აღდგენის ძალიან დიდი ალბათობა და რას ვაკეთებთ ამისათვის არ უნდა გავუშვათ. ერთიანების საწყის ნიშნავს ჩემო ძვირფასებო და 1 ნუ ჯამში 4 ერთიანი, ეს უკვე 4-ს ნიშნავს და ეს უკვე სტაბილურობისა და ძირფესვიანად, მოდი ასე ვთქვათ, კარგი, მდგრადი სიტუაციის ნიშანია. აი, რას ვაკეთებთ დღეს? სასურველი იქნება თუ ეს ვიდეო შეგვხვდებათ მანამ, სანამ იქნება 11 დილით, მოკლედ საღამოსაც ჩავთვალოთ 11 საათი, ან დილით შეხვდეთ და ან საღამოს შეხვდეთ და ვაკეთებთ ორ მეტად საინტერესო რიტუალს. პირველი ეს იქნება, მოდი აქვე გეტყვით, ჩვეულებრივად ამ დღის განმავლობაში აიღეთ და ჩვეულებრივად სულთად ფოცაზე თქვენ პირველ პირში დაწერეთ სურვილი, რომელიც თითქოს უკვე ახდა, რომ მე მაგალითად ვარ 78 კილო, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ მაინც, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა რეალურთან ახლოს მიიტანეთ ეს თქვენი სურვილები, რომ მე ვზივარ სასურველი სახლის აივანზე, მივირთმევ ყავას და ვხედავ ჩემს საყვარელ ქალაქს. ნუ რა ვიცი, თქვენ როგორ გინდათ, ეს უკვე უნდა იყოს დრო, რომელიც შესულდა, დრო, რომელიც აწმყოშია. ხო, წონის კლება ცოტა შორის ძალიან კარგად მიდის ჩემთან და იმ რიტუალს ჩაუკვირდით, აი რამდენიმე დღის უკან რო ჩავწერეთ, აი სასწაულებს ახდენს ხალხო და მიჯერეთ და ამ რეზულტატს მე ძალიან მალე წარმოვადგენ. კარგი, ვუბრუნდებით ისევ 11-ს და რას ვაკეთებთ დღეს? ამისათვის რა არის საჭირო? აი პირდაპირ დაგანახებთ. მოკლედ ასე ვდგავარ სარკესთან, მე ხე სარკესთან ვდგავარ, ვიღებთ ჩვეულებრივ სანთელს და დავაწერთ, აი ჩვეულებრივად არაფერი განსაკუთრებული, 11, მერე გავაგრძელეთ. ეს არის ესეთი მარტივი გასაკეთებელი თემა. 11 ჩვეულებრივი სანთლით ვაწერთ. ასევე ჩემო ძვირფასებო, ნებისმიერ მაჯაზე, მარჯვენა თუ მარცხენაზე მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი ტიპის ფლომასტრით ვწერთ ასევე 11. მარტივად არის და გენიალურად საქმე. კი ბატონო, ასე გავაკეთებთ. სარკე გახსნის და მოიზიდავს თქვენი სურვილების და ფინანსური კეთილდღეობის ახდენის პორტალს და პირდაპირ ხელებში აი ეს პორტალიდან წამოსული კეთილდღეობა ჩაგედინებათ. ეს არის დღე, როგორც ამბობენ სპეციალისტები, სულიერისა და მატერიალურის ძალიან ლამაზი და ძალიან ესეთი ერთმნიშვნელოვნად ჰარმონიული შერწყმა და მე დარწმუნებული ვარ, ეს თქვენი აზრები მინდა მალე ფორმულირდეს და გადაიქცეს სრულიად კარგ შემოქმედებით იდეებში და აღსრულებით რეალობაში. მოდი, არ გავართულოთ, მარტივად არის საქმე, მარტივად შეგიძლიათ თქვენ ეს გააკეთოთ, გააკეთეთ დღეს 11-ზე, მე ვჩქარობ, იმიტომ რომ დილით ადრე ვწერა ვიდეოს, რომ თქვენამდე მოვიდეს. თუ ხელგეწიფებათ, რასაკვირველია, გადაამტირაჟირეთ, გადაამრავლეთ, აჩუქეთ სხვებსაც და ან თუ დილით ვერ მოასწრებთ, საღამოს სასურველი იქნება, გააკეთოთ 11. და ხალხო, თუ ამის საშუალებაც არ გექნებათ, ტრაგედიას ნუ შექმნით ნებისმიერ დროს, როცა კი ჩვენს ძვირფას საათზე იქნება 11 ნოემბერი 12-მდე, ნებისმიერ მომენტში იქნება ფანტასტიკური გააკეთოთ. იჩქარეთ, მობილიზდით, ძალიან მარტივია და ეს სიმარტივე და სასურველ გენიალობაში გადაიზარდოს. დღეს თქვენი კეთილი ოცნებების ახდენის ახალი და საინტერესო კარი გაიღოს და ამ კარიბჭებს შეგვიყვანოს. თვითრწმენაში ძვირფასებო, აი რას რო გადის, უფრო და უფრო მომწონს ეს შეგრძნება, რომ ადამიანი რაც უფრო მეტად იმუშავებს საკუთარ თავზე, დააჯერებს, რომ ყველაფერი სასიკეთო არის ჩვენთან ახლოს, რომ ეს შეუძლებელი არაფერი არ არის თვით ავადმყოფობების განკურნებად შეგვიძლია ჩვენივე რესურსით და ფინანსების მოზიდვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
აი ამაში ზუსტად იცოდეთ მხოლოდ საკუთარი თავი და თქვენი ღვთაებრივი მე და ჩვენი ესეთი დამხმარეები როგორც მე ვარ და სხვა ტიპის ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ აი ამ ასე ვთქვათ სამყაროსადმი კავშირში ასე ვთქვათ მოგეხმაროთ, თქვენ განასწორებათ იცით ყველაფერი, მაგრამ ხო არსებობს რაღაცები გჭირდებოდა საბავშვო ბაღის მასწავლებლები, გჭირდებოდა სკოლის მასწავლებლები, ლექტორები, გჭირდებოდა უმაღლეს სასწავლებლებში რაღაც ეგეთი მომენტი არის მე და თქვენ შორითაც. ძალიან მეყვარხართ, ძალიან მომწონს ხართ და ძალიან მიემაღებით. დაწერეთ აუცილებლად ეს ვიდეოს ქვეშ, რომ 11 არაფერი განსაკუთრებული, ორი არ დაწეროთ, დაწეროთ ხოლმე 11 და დანარჩენი გულში ჩაიფიქრეთ. დანარჩენი თქვენ სურვილებს უთხარით. დანარჩენი იმ წერილში ჩაწერეთ, რომელიც აუცილებლად უნდა შეტყსათ. მე მეტყვით ალბათ საწავიღოთ, როგორ წერეთ, როგორაც გინდათ დაწერეთ, შეინახეთ, გქონდეთ სურვილების ახდენამდე. მიყვარხართ, აბა წარმატებები.